მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. ჩემო ძვირფასებო, კონსერვატორია ძალაშია. ჩვენ მივდივართ წინ, ჩვენ და თავარია ჩვენ რა ქვეყანა მიდის წინ, ჩემი აზრით ასეა. და აცდა მარადის და უკუნთი ესე იყოს. ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ მაინც დავიწყოთ საუბარი ადგილობრივ საკითხებზე. ოპოზიცია რო არ ყავს, ამას ვამბობთ, მაგრამ მე მგონი კიდევ უფრო მეტი დაზუსტება ჭირდება, რატო არ ყავს ოპოზიცია და დღევანდელი სიტუაცია რა ანალიზის საშუალებას იძლევა. ოპოზიციის გაქრობა არ იყო ერთბაშად მომხდარი პროცესი, ამას ხანგრძლივი პროცესი იყო და 2012-ში ოცნების მოსვლიდანვე დაიწყო ოპოზიციის გაქრობის პროცესი და ნელ-ნელა მივიდა, თუმცა აბსოლუტური ხელშეწყობა ჰქონდათ. დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ბევრი ფულიც ჰქონდათ, წარმომადგენლობა პარლამენტში და არნახული საზღვარგარეთული მხარდაჭერა ისეთი, რომ არც ერთ ოპოზიციას არც ერთ ქვეყანაში არ ქონია. ხო, დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი შეეწია აკვიატებულ იდეებს, რომ დღე-დღეზე დამთავრდებოდა ოცნება. აკვიატებული იდეა იყო, რომ ჩვენ რუსეთუმეები ვარ და რუსეთი გვმართავს და შემდეგ ყველაზე მთავარი რამაც დედა უტირა, ეს არის ფილოსოფიური ეგზისტენციური პრობლემა, რომ ძალას ეძებდნენ არა ხალხში, ხალხის მასებში, არამედ იმ ბავშვში, რომელიც მათ ჰქონდათ და საზღვარგარეთ. არ ვიცი, ისტორიაში ალბათ იყო ესეთი მომენტები, რომ ესეთმა ადამიანებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მაგრამ საქართველოში ესეც რა თქმა უნდა ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ თვითონაც თავიანთი უნიჭობაც დაემატათ. და დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც ისინი ლაპარაკობენ ერთობაზე და ამ დროს ისინი შიგაგში ერთმანეთს ლანძღავენ. ეს არის სავალალო მდგომარეობა მათთვის, ოპოზიცია არ არის. თავარი პრობლემა ეს არის, ეს იყო არა ქართული ხალხის, არამედ deep state-ის და ევრობიუროკრატიის სახური ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია, არ დაგავიწყდეთ. მეორე ის არის, რომ განსაკუთრებით ესე მოხდა, რომ რაღაც თაობა შეიქმნება ფეხბურთელების, სპორტსმენებს, რომ კარგი თაობა მოდის. ეხლა წამოვიდა განსაკუთრებით ცუდი თაობა პოლიტიკოსების და მიშასაც აქვს თავის ძალიან დიდი წვლილი გაუთავებელი გადატრიალებებით და ასე შემდეგ, რომელიც ასულად ციხეში. თქვენი ანალიზი მაინტერესებს. შალომ, მე მაგაზე ბევრი მიფიქრე, ჩემი აზრით მთელი რიგი ფაქტორებია და მოდით დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში მე ყოველთვის ძალიან მეცნებოდა იმის შესახებ, რომ ეს არის ქართული მთავრობის კავშირი რუსეთთან. და აი, იცი რატო, იმიტომ რომ ფაქტია რა, რომ რატომ მიიჩნიეს, რომ ეს ხალხს არა აღაგზნებდა და ასე შემდეგ. მან რამოდენიმე აი რატომ გავშალოთ ეს თემა? პირველი, რატომ მიიჩნიეს? იმიტომ რომ მათი აზრით ის ბაბლი, რომელშიც თვითონ არის ეს ლიბერალური ბაბლში, რუსეთის თემა იყო ძალიან აქტუალური და შესაბამისად მათი წარმოდგენით საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის ეს იქნებოდა ტრიგერი. აღმოჩნდა რომ არ არის, მაგრამ მან არის კიდევ ერთი მომენტი. მე მივხვდი რომ რუსეთი მათთვის გარდა რაღაცა ბუასი რომელთაც აშენებდნენ ყველას ასე იყო ახსნა. ძალიან ბევრი რამის. და რატო? რა ძალიან ხშირად გქონდა, იმიტომ რომ ანუ ხა წარმოვიდგინე რა რომ მათი თვითწარმოდგენა ხო არა რომ ისინი არიან ერის საუკეთესო ნაწილი. ყველაზე განათლებული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაღალი, ყველაზე ჭკვიანი და უცებ აღმოჩნდა რომ ისინი ქართული ოცნების ყველა ხელისუფლებასთან, რომელიც ამ დროს განმავლობაში იყო, ამ 14 წლის განმავლობაში იყო და ხო შეიცვალა არაერთი ქართული ოცნების წარმომადგენლობა. იყო წარმატებული ვარიანტებიც, იყო წარმატებული ვარიანტები და იყო გახარიაც. ანუ ყველასთან წააგეს. შესაბამისად მათ ჭირდებოდათ მათთვის ახსნა, ანუ რატო აგებდნენ და იძლიერია. ერთ-ერთი მიზეზი არის რუსეთი. ხო, თავის დროზე ქონდათ რომ უნაროები არიან. არა, მაგას ეგეც გახსოვს. ანუ მე ფეზი ამობდნენ უნაროები. კარგად მახსოვს რომ ვნახულობდი 1979 წლის თეჩერის საარჩევნო კამპანიას, რომლის სლოგანი იყო Labor doesn't work. ოცნება არ მუშაობს. ანუ ეს იყო ძალიან ისეთი, აი ძალიან პრობლემური, ვერ იმუშავა და ამას რომ თავი დავანებოთ ქართულმა ოპოზიციამ რუსეთის თემა იყო ერთი ნაწილი. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის რომ მათმა უცხოელმა მფარველებმა არიციან საქართველოს კვალიფიკაცია დაკარგეს. არიციან. ანუ რატომ შეიცვალა რა, ანუ შეიცვალა. გარემო შეიცვალა და ამ შეცვლილმა გარემომ განაპირობა ის რომ მათ არ იცოდნენ აგაი. რატო?
იცით რა ეხლა აი სპეციალურად მივწერე ხელოვნურ ინტელექტს, რომ არის თუ არა ეფექტური ოპოზიციის მხრიდან ოპონენტებისთვის რუსეთუმეს იარლიყი და ძალიან მარტივი რაღაცა რაგი პასუხა? პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ცნების გაუფასურება. როდესაც იარლიყი ზედმეტად ხშირად და ყველა ოპონენტის მიმართ გამოიყენება, ის კარგად თავის პირველ წონას. აღარ წავიკითხავ დანარჩენს. კარგია ეს, ხათაშორის უნდა მოვიწიოთ. ხელოვნურ ინტელექტზე ჩვენსკენ არის. ხდებილად. რა პრობლემებია? უცბად გავაკეთე. რა თქმა უნდა. ყოველგვარ იმის გარეშე. მე უბრალოდ იცით რა არის? აი ეს ახლა არის ახალი ტექნოლოგიური ეპოქაზე გადასვლის. კი ბატონო. აქ უამრავი საშუალება გაქვს შენ, თუნდაც პიარულად, თუნდაც პოლიტიკური სტრატეგიის დაგეგმარებაში გამოიყენო ეს ტექნოლოგიები. მარტივად ესეთი. და პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი, ამაზე ნიკასთანაც ვისაუბრე, რომ არსებობს ინსტიტუტები, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში ჩდება და კონკრეტულ ისტორიულ ამოცანების ხსნის. მაგალითად, NGO გაჩნდა შევარდნაძის საქართველოს კონტექსტში, NGO გაჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში შევარდნაძის წინააღმდეგ საბრძოლველად. შევარდნაძე როგორი ტიპი? არა მარტო შევარდნაძის, კაცო. მე საქართველოს კონტექსტში. უცხოეთში, რუსეთში მაგალითად თავის დანიშნულება ქონდა და საქართველოს კონტექსტში რა იყო ხა შევარდნაძის ისე. შევარდნაძის ქონდა კომპლექსი ახალგაზრდების და დასავლეთის. კი. რომ რა სიტყვა იქ უნდა მოწონება. იქ უნდა მოწონება. ამ წამოაგეს აი ამ წამოაგეს და მართლა ეფექტურად იმუშავა შევარდნაძის წინააღმდეგ, მაგრამ ისტორია შეიცვალა. ეხლა აღარ არის შევარდნაძე. ეხლა სხვა პოლიტიკური ძალა, სხვა გამოცდილება დაგროვდა და ხალხით შეიცვალა. ინსტიტუცია, რომლის ამოცანა იყო, ეხლა რეალურად ინსტიტუციურად ებრძვიან ისევ შევარდნაძეს. კი, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ანუ ისე იგივე მეთოდებით ებრძვიან და ხალხიც მიხვდა რაღაცებს, ეგრე არა. და გაიზარდა სხვა ანუ დემაგოგიისადმი მედეგობა გაუჩნდა. ამან გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომ ინსტიტუციურად მოძველდა თვითონ NGO და ეს კლასი, ინსტიტუციურად მოძველდა. აი როგორც მაგალითად ლეგიონი თავის დროზე იყო დაუმარცხებელი სამხედრო ინსტიტუცია, ქვეითი, ძიმე ქვეითი. რომის ლეგიონი? მის ბოლოში იყო უკვე არაეფექტური ცხენოსნების წინააღმდეგ სხვა ტიპის ჯარი როგორც გაჩნდა, ინსტიტუციურად მოძველებული იყო ლეგიონი. ყველანაირი ინსტიტუციას აქვს საკუთარი ისტორიული დრო. ეს ისტორიული დრო ამოიწურა. ანუ მათ ისტორიული დრო ამოიწურა. მათ ჭირდებათ ან ახალი ინსტიტუცია, უფრო კაი მაგალითია რომის ეგრეთ წოდებულმა დემოკრატიამ, რესპუბლიკამ როგორ ამოწურა თავი და როდესაც გავიდნენ ფართო ასპარეზზე, როგორ დასჭირდა იმპერია რომს, რომ იქ განვითარებული იყო. თუმცა რომ ბოლომდე რესპუბლიკა იყო თავის, ხო? რომ იმპერიული ნიშნით, მაგრამ მაგ თავარი მომენტი რა არის ახლა, რომ არსებობს ესეთი ტერმინი დროის ადამიანი. და არსებობს ესე დროის მიღმა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა დროში საკუთარი პირ ეს ხალხი არიან დროის ადამიანი. ეს ხალხი არის აი შევარდნაძის პერიოდის ეფექტური რაღაც NGO-შნიკები, რომლებიც სხვა დროში ძალიან არაეფექტურები არიან. სხვა ისტორიულ დროში არის. გასაგებია რა თქმა უნდა, თქვენ კი, მე ამას გავაგრძელებ ამ გადასვლის მომენტს, ხო? რეალურად აი პრობლემა რა არის, ხო, აი ძველის დალპობის და ახლის დაბადების მომენტი. ანუ ისე არ ხდება, რომ აი ერთი ინსტიტუცია დაძველა და ერთ დღეს დაძველა და დავიშალეთ. ანუ ამას ჭირდება რაღაც დიდი მტკივნეული პროცესები. თვალების ახლა. ხო, თვალების ახლა, იმ ძველის ბოლომდე დაშლა და რაღაც და ეს ყველაფერი არის მტკივნეული. ანუ სამწუხაროდ ადამიანებს არ მოგვიფიქრებია ის ახლა ლეგიონში რო ეთქვა, რომ აი ხა ძველ დაძველდა რაღაცეების გამო და მოდი სახში წავიდეთ. არა, იმიტომ რომ იქ ფინანსური სარგებელია, იქ ჩვეულება, ბევრი რაღაცის გამო ნარჩუნდება ეს. ზუსტად ასევე იყო NGO შემთხვევაში. NGO კლასი იყო მხილებული ქართული მოსახლეობის უმრავლესობის თვალში, მაგრამ ცხადია იმ კარგი ხელფასებზე და იმ გავლენებზე, რაც მას წინა ეპოქიდან ჰქონდათ, ისინი არ იტყოდნენ, რომ აი პარადიგმა შეიცვალა და დავხუროთ ყველა NGO-ები. არა, უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ის კანონების შემოღება, ეს იყო აბსოლუტურად აი დროის მიღმა ადამიანის, ასე ვთქვათ, ინიციატივა, ასე ვთქვათ, ანუ ეპოქის მიღმა დანახვა და არა ერთ რაღაცაში ჩაკეტვა. და რატო და ამათაც ვთქვათ, ხო, ვინ არიან ესენი, ხო? ანუ ფაქტიურად ქართველ ადამიანმა გამოიღვიძა და თქვა, რომ ვიღაცა ტიპები ჩვენ გვიყურებენ როგორც ბიომასას, აგერ გვარამია გვახსოვს რო ეძახდა ბიომასას, არა მარტო ოცნების ამორჩევს, ისინი თავიანთ ამორჩევასაც ბიომასად მიიჩნევენ, იმიტომ რომ
ანუ ისეთი საინფორმაციო საკვებს აძლევენ, რომ აი მაგალითად ესენი ვითომ არიან რუსეთთან მებრძოლები და ის ფაქტი რომ მიშა აქ იმით ხდებოდა, რა ქვია, რუსეთის საზღვარზე ყვავილებით ხდებოდა და მე უნდა დავალაგო რუსეთთანო და თვითონ ამ NGO-ს ტიპები რო ნახევარს რუსეთთანაა გადაჯაჭვული და რუსებს ბინას აკირავენ, ეს ვითომ არაფერი არ არის. ანუ ეს კლასი, უბრალოდ აი ეს ეპოქალური გარდატეხა მოხდა ის, რომ ქართულ მოსახლეობამ გაიღვიძა, მიხვდა რომ ვიღაცა ტიპებს ბიომას არ უნდა აძახებინოს და ეს ტიპები ისტორიის შესაბამის კუთხესა და კუნჭულში მოისვა. აქ უნდა ითქვას რა, რომ ერი არის ისტორიული ფენომენი და ინსტიტუცია არის რომელიც ერთს ემსახურება, გეთახმები. კი ბატონო. იმიტომ საუკუნეთა განმავლობაში ერთ შეიძლება ბევრნაირი ინსტიტუცია ჰქონდეს. ერთი აუცილებლად თქვათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიცია, ქართული ოპოზიცია, ქართული რა, ანუ ქვეყანაში ისაც ახლა გულისხმობთ ეს არსებული ოპოზიცია არ ყოფილა როგორც ოპოზიცია. ანუ ფაქტიურად ბოლო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წინა პლანზე გამოვიდნენ უცხოელი აქტორები. უკვე აღარაფერი აღარ იმალებოდა და პირდაპირ გაგვიცხადეს, რომ ანუ ისინი ვერაფერს ვერ აკეთებენ და აგერ ხა ჩვენ დაგამარცხებთ, ანუ მოვახდენთ გადატრიალებას, ეს ხო ხა ორჯერ ორია და თან თვალებში გვაყრიდნენ ნაცარს. დღისით მზისით მთელი დუნიის დასანახატო ესეთი ნათქვამია. ჩვენ რომ ვგონია რომ მაგალითად მარტო ამაზე იყვნენ დამოკიდებულები, მაგალითად ესენი რევოლუციის მოხდენა შეძლებდნენ თუ არა, ბოლომდე მოატყუებდნენ თუ არა რაღაც საზოგადოებას თავისი ბაბლიდან დაწყებული, მეორე ფრონტზეც მუშაობდნენ. თლაც არც ისე ძველი მეთოდებით კი იყო, მაგრამ არც ისე უსაქმოდი იყვნენ, რაც ჩანდა გარდა მაგისა, რაც გააკეთეს მაგალითად რუმინეთში, იგივე მცდელობა იყო საქართველოში. უბრალოდ ამ შემთხვევაში ხელისუფლება დადგა მაგრად და ხელისუფლება გადაგვარჩინა. ანუ რუმინეთში რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, დღეს სხვანაირად იქნებოდა პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკასთან მიმული ალბათ რა ვიცი. ასე შემდეგ. ანუ სასამართლო ჩაიგდეს ხელში. უკრაინაშიც ხელში ჩაიგდეს, აგერ რუმინეთში და უამრავ ქვეყანაში. ჩვენთან ჯერ დაფარულად მიმდინარეობდა ამასთან დაკავშირებით ამერიკის და ევროკავშირის ელჩების ზეწოლა, რომ იქ შეეყვანათ ვიღაცა მათთვის სასურველი კანდიდატები და შემდეგ ამას სანაცია ხო იყო რაღაც ეგ სანაციის იდეა, რომ უნდა დაეკითხათ კი არა, გამოეკვლიათ კარგი მოსამართლეა თუ არა, მანამდე მე გამწავდა, ხო. რა თქმა უნდა, მანამდე იყო მცდელობები, რომ უზენაეს სასამართლოში შეეყვანათ ის კანდიდატები, რომელსაც მაგალითად თვითონ ისურვებდნენ. ეს იყო დაფარული, მუშაობდნენ ამაზე. მე საბოლოო ჯამში რომ მივხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან აფერი არ გამოვიდათ, მე გამოვიდა ეს ყველაფერი სააშკარაოზე. სააშკარაოზე გამოვიტანეს და დაუპირისპირდნენ, რომ აი მაგალითად მოსამართლეების არჩევები რო იყო თუ დააკვირდებოდა. სანაცია უნდა გავაკეთოთ. არა, გამოვიდნენ, რომ ჩვენ ხედავდით ხო, როდესაც მოსამართლეების დანიშვნა ხდებოდა, პარლამენტში თქვათ მოსმენა მიმდინარეობდა, ასე შემდეგ და ამ პროცესსაც, რომელიც ყველაზე გამჭვირვალე იყო, ხო? ამ პროცესსაც ამერიკის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩები და ასე შემდეგ თავს ესხმოდნენ და აცხადებდნენ, რომ რაღაცა დემოკრატიის უკუსვლა და ასე შემდეგ. პირდაპირ, ახლა სად გაგონილა ამისთანა პროცესებთან დაკავშირებით ელჩი გამოდიოდეს, თქვათ, რომელიც დიდი ქვეყნის და რაღაცა მე ეს არ მომწონს, ესე მინდა, ისე მინდა, როგორც მოგიხსენებათ, ხო, დემოკრატიის უკუსვლა. ძალიან მარტივად შეგვისრულებდნენ. მაგალითად, სასამართლოში თავის კანდიდატები გაიყვანათ სააპელაციო სასამართლოში და უზენაეს სასამართლოში. საარჩევნო რაც არ უნდა, მაგრად დამდგარიყავით ხალხი, საზოგადოება, არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოს მეშვეობით, როგორც რუმინეთში ამოგიტრიალებდნენ პროცესს და გახდებოდა ჩასატარებელი ხელმეორედ სასამართლოს. და მე უკვე სხვა პირობებზე, რა თქმა უნდა. სანამ მოიგებდნენ. სანამ არ მოიგებდნენ, კი ბატონო. წარმოიდგინე ხა საშინელი წარმოიდგინე რას გვიზამდნენ. ანუ როგორც ქონდათ დაგეგმილი, უმცირესობით უნდათ დაემორჩილებინათ უმრავლესობა. და იყო სხვადასხვა ხრიკები.
მაგრამ ამ ხრიკებთან დამცავი მექანიზმებით იმუშავა სერიოზულად ხელისუფლება. ფაქტიურად, რაც ახლა ჩვენ რაც არ უნდა თავი მოვიწონოთ და აუცილებლად საზოგადოების წვლილი არის ძალიან დიდი, რომ არა მხარდამჭერა ვერც მაგალითად შეერთებული შტატების ელჩს დაუპირისპირდებოდი. ვერავის ვერ დაუპირისპირდებოდი, რაც არ უნდა მაგარი ხელისუფალი იყო. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი არის საზოგადოების, მაგრამ ხელისუფლებამ იმუშავა სერიოზულად, გადაგვარჩინა ფაქტიურად იმ პროცესებს, რა პროცესებს ეხლა ჩვენ მაგალითად სხვა ქვეყნებში ვადევნებთ თვალს. ყველა ქვეყანა შეუსრულეს მოლდოვასაც, უკრაინასაც, ძალიან მარტივია, ხო, აგერ მასაც უნგრეთს ვერ არა, ამიტომ სანქციები. იმიტომ არის უნგრეთში ანალოგიური სიტუაცია, რაც ჩვენთან, ანუ სადაც ჭირდება უნგრეთი როგორი სიტუაცია არის, იცი? უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ცოტა სხვა პროცესები. არა, სანქციებს თავიდან არა, სანქციები ჩვენს გვემუქრებიან კაცო, პრობლემა არა. იქ ცოტა სხვა პროცესებია სასამართლოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ მოწყვლადი ქვეყანა ვიყავით და მარტივად ფიქრობდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ. არ გამოვიდა ეს პროცესები, შესაბამისად ეს ხო არ იყო იმაზე დამოკიდებული, ახლა ჩვენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე ესენ ხო არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, ხო ესენი პირდაპირ ისინი ეუბნებოდნენ, რომ ჯერ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ კარგია თუ არაო და მე დან შეიძლება დანიშნო. ხოლო ახლა ის პროცესი მე სანქციები ხო გასწორდა. ის პროცესი იყო შემდეგ ბოლო პროცესი, რასაც შენ ამბობ, რომ ვეტინგი რომ უნდა ჩაეტარებინა. სანაცია კი არა, ვეტინგი, ჯიგარი ხარ. ანუ ის რომ თქვა მოსამართლეებთან დაკავშირებით, თვითონ კეთილსინდისერებას ვიღაცა უცხოელმა უნდა განსაზღვროს, რომ მე კეთილსინდისერებასთან დაკავშირებით უნდა შეასრულოს მაგალითად ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოყვანილმა წყალებში NGO-შტიკების იქაურმა პატრონმა უნდა ვიღაცა არა ამათმა ვეტინგის ძირითადად თქვა რომელ ქვეყანაშიც არის უკრაინაში გაკეთებული მოლდოვაშიც არის და უკრაინაში და კიდე რამდენიმე ქვეყანაში ყველას აფინანსებდა და ყველას პატრონი იყო სოროსი. კი ბატონო. ანუ სოროსის ერთი ჯიბიდან გადმოვარდნილების დასახმარებლად უნდა ჩამოსულიყო სოროსის სხვა სასტავი და ასაგებია რაც ხდება. საქართველოში წარმოგვიჩენდნენ, რომ ესენი არიან ნეიტრალური, პროფესიონალი და რაღაცა სასწაული გამოცდილების დეციმატის ჩასმა. რა თქმა უნდა, შეგვისრულებდნენ ჩვეულებრივ. ანუ ვერც გამოჩნდება. ხო, ის არ გამოუვიდა და ხეთ კეთილსინდისერებას უნდა ეზრუნა და წამოგიყვანდა და კეთილსინდისერნაც დაგისვავდნენ უზენაეს სასამართლოში. ან აქ მინიმუმ ჩაგიხსნიდნენ ისეთ მოსამართლეებს, კრიზისი შეგიქმნიდნენ. ანუ კრიზისი შეიქმნებოდა მინიმუმ, რასაც გაგიკეთებდნენ კრიზისი. შესაბამისად ამას მოყვებოდა ქვეყანაში კრიზისი. და ასე შემდეგ რა. ჯერ ესეთი პროკურატურა და პოლიცია რო კარგად მუშაობს და სუსი. აი ეს ყველაფერი მე სასამართლო უნდა დაამტკიცოს და წარმოიდგინე შენ კარგად მუშაობს, ამხილები გაქვს ყველაფერი და მოსამართლე გარეთ გიყრის რა. ეგ იყო ეგეთი რა თქმა უნდა, კი ბატონო. თავიდან იყო ეგ. ანუ აი წარმოიდგინე რამ ხელა ვერაგობა იყო ჩაფიქრებული, ვითომ ეს ყველაფერი იყო სულ დემოკრატიის სახელით. სულ დემოკრატიის უკუსვლა და წინსვლა და ასე შემდეგ და ჭიხში შეხვედით, გამოხვედით და ათასი უბედურობა რა. საზოგადოება ამას უკვე აღარ ჭამს ვეტინგისთან დაკავშირებით, იმაზე უკეთესად იციან უკვე. და ეს მართალია მაგრა გადარჩით შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების უაზრო სანქციებს მოსამართლეების ოჯახის წევრებს დაადეს და ისეთი განცდა ჰქონდათ რომ წმინდა პეტრეები იყვნენ რა მერტ მოაპატება 64-ის კარების გასაღები ჰქონდათ და შენ შეგიშვებ ამერიკა ხო 64-ია შენ აგიგზალავს შესვლას და ნუ ესეც ყოველად მიუღებელი საქართველოს სასაცილო აღმოჩნდა სხვათა შორის ანუ არ აღმოჩნდა 64 სხვათა შორის ჩვენო მოსამართლეებმა ამას უპასუხეს კარგად უპასუხეს და არ გამოიწვია ამან ირონია ამათში კი გამოიწვია აკაციკოში მაგრამ როცა თქვენსო ჩემი ქვეყანა მირჩევნიაო რაღაცნაირად სოლიდარობის ამბავის გაშთა ხალხში იმიტომ რა ვერ მიხვდნენ იცი რომ ქართველები ყოველთვის ვამჯობინეთ მართლა რეალურ დამოუკიდებლობას აი ესე დამოუკიდებელი ვიღაცაზე რა სიტყვის და სანქციას დაგადოს თუ არა ესე არ გამოვა მაგრამ ნუ ეს იქით იყოს შესაბამისად თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა როგორც საზამთრებლად ჩვენ ყველა ვამბობთ უცხოელები არ აღმოჩნდნენ მზად ამ ქვეყანაზე შეტევის მისაღწევად მაგრამ თუ მეორეს მხრივ ვამბობთ რომ ევროკავშირის ქვეყნები და ევროპის ქვეყნები დაჩაგრეს ეთქობა ეგონათ რომ ქართველებსაც ძალიან მარტივად მოუვლით კაცო ამხელა
კატაკლიზმები გამოვიწვიეთ და ამხელა ზუსტად კანდიდატი გაუფუჭეთ იმას, ჩაუხსენით და მოდი რა საქართველოში რა პრობლემა არის რა. თორე არ გამოაგზავნეთ ესენი ისე. სხვანაირად მოიქცევთ და კარგია რა სხვანაირად მოიქცევთ. ეხლა შემდგომზე რო ვილაპარაკოთ. ჩვენ გვჭირდება ოპოზიცია. ოპოზიციის გაერთიანება არის არარსებული რამ. იმიტომ რომ ნული კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მათემატიკა და ყველა ვიცით იმდენი, რომ ნულს რო ნული მივუწევთ კიდე ნული მიიღება ჯამში. ანუ ნულების შეკრებით ნული მიიღება. ანუ ეს გაერთიანება არის ქიმერა, არ არსებობს. საუბარი ძალიან კარგია, ოღონდ რეკლამას ნახოთ, გავუშვათ რეკლამა.